სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ერთის მხრივ ჩვენ როგორც ქრისტიანებს გვაქვს ვალდებულება ვიყოთ ნათელი სოფლისა, მარილი სოფლისა და ეს ნიშნავს რომ და მოწაფენი ქრისტესი და ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ ყველანი ქრისტეს საქმეს უნდა ვაგრძელებდეთ ჩვენი შინაგანი მდგომარეობით და ჩვენი ცხოვრების წესით და მათ შორის სადაც საჭიროა სიტყვითაც. ხოლო ეს პირდაპირ მოვალეობა რა თქმა უნდა გვაქვს სასულიერო პირებს. თუმცა კიდევ ვიმეორებ, ყველა ქრისტიანი სამეფო და სამღვდელო დასია და ყველას აქვს ეს ვალდებულება მეტნაკლებად იმის შესაბამისად რა გარემოში აღმოჩნდებიან. მაგრამ მეორე მხრივ არსებობს ამ მდგომარეობის ორი უკიდურესი მხარე. ერთი როცა ადამიანები არიან ძალიან პასიურები და სამწუხაროდ შეიძლება ვიყო პასიური და ვთვლიდე რომ რაც ხდება ჩემს გარშემო ჩემი საქმე არ არის და არა მაქვს თქვათ მისიონერობის ვალდებულება, რაც არასწორია, კიდევ ვიმეორებ ცხოვრების წესით ყველას გვაქვს და სიტყვითაც შეძლებს ის დაგვარად და მეორე უკიდურესობა როცა ადამიანს თავად არ ესმის ქრისტიანობა და წარმოუდგენია რომ მას შეუძლია ვიღაცას რაღაცა ასწავლოს და ეს აი ორ უკიდურეს შობას არის ის ჭეშმარიტება, რასაც სიმდაბლით მისიონერობა ქვია ღვთის სიტყვისა, ასე ვთქვათ. და ღვთის საქმის გაგრძელებისა, სიმდაბლით ღვთის განგებულებისადმი მორჩილებით, რომელსაც რა თქმა უნდა ჭირდება შინაგანი სულიერი ცხოვრება, ისე სიმდაბლე თავისთავად ცხადი ადამიანში არ მოდის. ასეა თუ ისეა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ ჩვენ გვაქვს ვალდებულება რომ ჩვენგანაც გაიგოს ვიღაცამ თუ რას ნიშნავს რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა და რას ნიშნავს რომ ეკლესია დაარსა და რას ნიშნავს მარადიული სიცოცხლე ჩვენგანაც როცა საჭირო ხდება როცა ამის ვალდებულება კიდევ ვიმეორებ და ამის პასუხისმგებლობა ყველა ჩვენგანს არის ჩვენგანზეა როცა ჩვენგან ხდება ამის საჭიროება უნდა ვიცოდეთ რა გვწამს, რა რწმენა გვაქვს ჯგულში, უნდა ვიცოდეთ ეს და ამავე დროს ისიც უნდა ვიცოდეთ, არა მარტო ის უნდა ვიცოდეთ, როგორია ღმერთი და რა სიტყვობს ჩვენგან, არამედ უნდა ვიცოდეთ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ცხონდეთ და ჩვენ რაში უნდა გამოვლინდეს ჩვენი ქრისტიანობა. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვანაირად შეიძლება, სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება იქნას განხილული და დახასიათებული და ერთ-ერთი რითაც ის უნდა იქნას განხილული და დახასიათებული ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, ეს არის მარადიული სიცოცხლის განცდა საკუთარ თავში და სხვა სიცოცხლის, მარადიული სხვა სიცოცხლის განცდა საკუთარ თავში, რომელიც არის თავად ღმერთი, როგორც ხშირად ვამბობთ. გახსოვთ პავლე მოციქულს აქვს ესეთი სიტყვები, რომ ქრისტე თუ არ აღმდგარ ამ მკვდრეთით მაშინ ჩვენ ყველაზე საცოდავი ადამიანები ვართ, რამე თუ ქრისტეს აღდგომა მკვდრეთით არის დასტური იმისა, რომ ღმერთი ჩვენთან მოვიდა. რომ ღმერთის სიკვდილი შეუძლებელია საბოლოო ჯამში. ანუ ღმერთი მოვიდა ადამიანად, ამის დასტური არის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, ამავე დროს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა არის ჩვენი მარადიული სიცოცხლის დასტური. და ჩვენი მარადიული სიცოცხლის დასტური სულითაც და ხორცითაც. და ეს არის სიცოცხლე ღმერთში. და თუ ეს არ არის, მაშინ ყველა საცოდავი ადამიანები ვართო ამბობს პავლე მოციქული. უცნაური ის არის, რომ რელიგიურ ცხოვრებაში შეიძლება ეს ფენომენია. შეიძლება გაგვიკვირდეს, მაგრამ ხშირად გვითხოვს, ხო, იყვნენ ორი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ ძირითადად რელიგიური პარტია ძველ აღთქმის პერიოდში, იმ პერიოდში, როცა ქრისტე მოღვაწეობდა, ესენი იყვნენ ფარისევლები და სადუკევლები. და სადუკევლები იმით იყვნენ უცნაური, რომ მოსეს ჯულს ეყრდნობოდნენ, განსაკუთრებულად ხუთწიგნეული იყო მათთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ მარადიული სიცოცხლის, ანგელოზთა არსებობის, აღდგომის საერთოდ არ ჯეროდათ. ანუ ეს აბსოლუტურად გაუგებარია, რა რელიგიური ცხოვრება ეს, როცა ღმერთი არის, ადამიანი არის და ადამიანის ღმერთთან მარადიული ურთიერთობა არ არსებობს, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანის მარადიული სიცოცხლე. შეიძლება ეს რაღაც ესეთი უკიდურესად დამახინჯებული ფორმაა ძველი აღთქმის სარწმუნოებისა, მაგრამ მეორე მხრივ, რადგან ისინი ზედმიწევნით იცავდნენ, ნახეთ, ზედმიწევნით რადგან იცავდნენ
წიგნის მიხედვით მოსეს ხუთ წიგნოვლის მიხედვით, რადგან ზედმიტენებს იცავდნენ ჯულს, ამიტომ მათი არათუ მარგინალიზაცია არ ხდებოდა ძველი აღთქმის საზოგადოებიდან, არამედ ისინი წარმატებებსაც აღწევდნენ და ჩვენ ვიცით, რომ იესო ქრისტეს დროს მღვდელმთავრები მაშინდელი სწორედ სადუკეველთა პარტიიდან იყვნენ. ანაც და კაიაფაც სადუკევლები იყვნენ. და საოცრებაა. მარადიული სიცოცხლის არ ჯერათ და მღვდელმთავრები არიან. ისი მღვდელმთავრები არიან? რა არის მათი ცხოვრების მიზანი და ასე შემდეგ. აბსოლუტურად გაურკვეველია. რატომ? იმიტომ რომ ჯულს ზედმიწევნით იცავდნენ. ასო კირკიტულად იცავდნენ ჯულს. აი ხო ჩას გროტესკული სახეს როგორ იღებს ჯულის კანონის ასო კირკიტული აღსრულება, როდესაც მას სული გამოცლილი აქვს. თუ გინდა საერთოდ არ გწამდეს მარადიული სიცოცხლე მთავარი გარეგნული წესი ზედმიწევნით შეასრულა. ეხლა რა თქმა უნდა ეს ამაზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებთ, რომ ასეთი ასოკირკიტული დამოკიდებულება ჩვენს გვემუქრება და ჩვენ შეიძლება გადავყვეთ გარეგან რელიგიურობას ისე, რომ მარადიული სიცოცხლის წმენა არ გქონდეს. არა, ჩვენ დღეს სიტყვით ჩვენ შორის არავინ არ იტყვის, რომ მარადიული სიცოცხლე არ არის. ასე პირდაპირ ამის დეკლარირებას არავინ არ აკეთებს. მაგრამ ცხოვრების წესით, როდესაც მთელი ჩემი რწმენა და რელიგიურობა ემსახურება ჩემი მიწიერი ცხოვრების მოწყობას და კეთილდღეობას, ყველაფერი ემსახურება ამას, რომ აქ მივახციო წარმატებას, ვიყო ჯანმრთელი, ყოველთვის ჩემი ლოცვის мотиваცია როცა არის, წარმატება მქონდეს, განსაცდელებისაგან დაფარული ვიყო, ჯანმრთელი ვიყო, განვიკურნო და ასე განსაცდელი დავძლეო, როცა ამით არის მოტივირებული მთელი ჩემი რელიგიური ცხოვრება და არა ცოცხალ ღმერთთან შინაგანი კავშირით, რაც არის მარადიული სიცოცხლე, რომელიც ჩვენში შიგნით უნდა განიცდებოდეს, ხო, მაშინ სიტყვით არა, მაგრამ ჩემი მდგომარეობით, შინაგანი მდგომარეობით მე ფაქტობრივად სადუკეველი ვარ. როდესაც ჩვენ სადუკევლებზე ვკითხულობთ წმინდა წერილში, ყოველთვის უნდა აი ამ კუთხით მიუსადაგოთ საკუთარ თავს, რომ არა კიდევ ვიმეორებ, არა დეკლარირებულად, მაგრამ შინაგანი მდგომარეობით რელიგიური და ლოცვითი ცხოვრების აღმზრდელი мотиваციების შესაბამისად მე შეიძლება ვიყო სადუკეველი. ანუ ჩემთვის მარადიული სიცოცხლე მხოლოდ ფარატინა ქაღალდი შეიძლება იყოს და ის ჩემ ცხოვრებაზე გავლენას საერთოდ არ ახდენდეს. მარადიული სიცოცხლე არ ახდენდეს ჩემს პირად, მათ შორის რელიგიურ ცხოვრებაზეც კი არ ახდენდეს შეიძლება არანაირ კავშირს. ეს არის ჩვეულებრივი სადუკევლობა, თუნდაც ის გაფორმებული არ იყოს სიტყვით. და აი ჩვენ დღევანდელ სახარების სიუჟეტში ვნახეთ, რომ როგორ სადუკევლები როგორ ეკამათებიან ქრისტეს და თქვათ როგორ საუბრობენ იმაზე, რომ თუ მარადიული სიცოცხლე არ წამდა, თუ არსებობს ეს მარადიული სიცოცხლე, იქ როგორ იქნება, თქვათ, იქ აინტერესებს ცოლქმრობის საკითხი და ასე შემდეგ და უფალი მათ ეუბნება, რომ რომელი იგი ღირს იქმნენ საუკუნესა მიმთხვევად, მარადულ სიცოცხლეს ვინც მიემთხვევა და აღდგომასა მომკვდრეთით, არცა იქორწინდებოდიან, არცა განქორწინდებოდიან. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რატოა, იმიტომ რომ ქორწინება ოჯახი არის, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი ღირებულება ამ სამყაროში. ამას დიდი ღირებულება არ არსებობს ამ სამყაროში, ხილულ სამყაროში, მაგრამ ესეც კი იქ არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ის ფორმა და ის სახე ოჯახისა, რომელსაც ჩვენ აქ უყურებთ, ის იქ არ არსებობს, ამიტომ ქორწინება და განქორწინება მარადისობაში არ არის უფალი ამბობს. აქ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ორი ახლობელი ადამიანი იქ ერთმანეთს კარგავს, მაგრამ რასაც ჩვენ ქორწინებას უწოდებთ, ესეთი რამე იქ არ არსებობს. ანუ იქაური ღირებულება უსასრულოდ გონება მიუწვდომლად აღემატება ყველაზე დიდ ღირებულებასაც კი, რაც მიწაზე არის. ანუ ყველაზე დიდ ღირებულებას, ქორწინება, ოჯახი, შვილი, შესაბამისი სიხარული, ამ ყველაფერს გონება მიუწვდომლად აღემატება მარადიული ღირებულებები. იმ დონეზე, რომ ესეც არაფერს არ ნიშნავს. და მე მეტნაკლებად რო გასაგები გახდეს, ეუბნება, რომ გაიგონ, აბა რას ნიშნავს, ხო? თუ ეს არ არის, აბა რა არის და მე ამბობს, არცა მერმე სიკვდილად ვერ ხელეწიფებს, სიკვდილიც არ არსებობს. იქაური მდგომარეობა, ანუ ქორწინებაზე გონება მიუწვდომლად აღმატებულია.
მე სიკვდილი არ არსებობს. მე ამბობს რომ ამე თუ სწორ ანგელოსთან არიან, ანუ ანგელოსის მსგავსები არის და ანგელოზი ეხლა ძველი აღთქმის რწმენაში ანგელოზი ისეთი დიდებულება იყო და ისეთი ღვთის მადლის და ენერგიის მატარებელი იყო, რომ ესე მიაშთე, რომ თუ ანგელოზი იხილეს, ცოცხალის კი ვერ გადარჩები, იმდენად დიადია თავის ძალმოსილებით, საღვთო ძალმოსილებით ანგელოზი და ამ დროს ამ რწმენით რო არიან იუდეველები, ამიტომ მეუბნება, რომ ანგელოსთან სწორნი არიან და კიდევ უფრო შორს მიდის უფალი და ამერე აგძელებს, ძეღმრთისანი და აღდგომისა არიან. ანუ ღვთისშვილები ხდებიან. აღდგომისანი არ რომ არადიულად იცოცხლებენ, ღვთისშვილები არიან. და შემდეგ კიდევ ერთხელ მიანიჩნებს იმაზე, რომ ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ხო წამდათ ღმერთი მათ სადუკევლებს. ანუ თუ ჩვენ რელიგიური ადამიანები ვართ, ხო? ჩვენ ხო გვწამს რომ ღმერთი არსებობს. მაშინ მთავარი მარადიული სიცოცხლეა და არა მიწიერი აქაური წარმატებები თუ წარუმატებლობები. ამ კუთხით შეიძლება დავინახოთ შემდეგი სიტყვები უფლისა, რამე თუ აღდგენ, ხოლო რამე თუ აღდგენ მკვდარნი, ამის დასტურად რას ამბობს? მოსეცა აუწყა მაყლოვანსა ზედა, მაყლოვანში რო ეცხადება უფალი გახსოვთ მოსეს, ვით არ იგი იტყვის უფალსა ღმერთსა, ანუ ღმერთს რას უწოდებს მოსე? ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. მოსე ამბობს ეს. და აბრაამის, ისააკის და იაკობის ძალიან დიდი ხნის გარდაცვლილები არიან და ღმერთს ესე მოიხსენებს აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთია და ნახეთ უფალი რა საინტერესო რამეს ამბობს, რამე თუ არ არის ღმერთი მკვდართა, არამედ ცოცხალთა, რამე თუ ყოველი ცოცხალი არიან მის წინაშე. არ შეიძლება მკვდარის ღმერთი არ არსებობს. ღმერთი ნიშნავს, რომ ღმერთში ყველა ცოცხალია. ხო და ეს ნიშნავს იმას, რომ რადგან ჩვენ ღმერთი გვწამს, ჩვენ არასოდეს მოვკვდებით, იმიტომ რომ ჩვენი სიცოცხლის გარანტია, ჩვენი ყოფიერების და ჩვენი არსებობის გარანტია. ის კი არ არის, რომ ხორცში რო ზიხარ და ბიოლოგიურად თუ არსებობ. ჩვენი სიცოცხლის გარანტია არის ღმერთი, რომელმაც ინება, რომ მე ყოფილიყავი და ჩემი ყოფნა მისი ხსოვნის, მოდი ასე ვთქვათ, მას ვახსოვარ, ამიტომ მე ვარსებობ. ანუ ღმერთის გონება ადამიანური გონებასავით კი არ არის და ღმერთის სიტყვა ადამიანური სიტყვასავით კი არ არის. ღმერთის სიტყვა ჯერ ცოცხალი ღმერთია თავად, ძე ღვთისაა, რომელიც ადამიანად მოვიდა. ხოლო ღმერთის გონება ადამიანური გონებასავით არ არის. ღმერთის გონება, რასაც ფიქრობს, ის არსებობს. ჩემი გონება, რასაც ფიქრობს, ის არ არსებობს. ჩემი გონება რო იფიქრებს, იმან რო იარსებოს, მე უნდა ვიშრომო, რომ ჩემი გონებაში არსებული ფიქრი რეალიზდეს და მან არსებობა დაიწყოს. და ღმერთთან ესე არ არის. ღმერთი რო ფიქრობს, ის უკვე მეხსეულად არსებობს. მე ვარსებობ, იმიტომ რომ ღმერთი ჩემზე ფიქრობს. გახსოვთ პავლე მოციქული რო ამბობს, რომ ჩვენ სამყაროს შექმნამდე ღმერთის ხსოვნაში ვართ და ანუ ჩვენ პოტენციურად ჩვენ სულ ვარსებობთ, იმიტომ რომ ღმერთი ჩვენზე ფიქრობს და ეს ფიქრი დროში გაიწელა, უბრალოდ სამყაროს შექმნისთანავე დროში რეალიზდა, დროში. მაგრამ ღმერთთან დრო ხო არ არის, ამიტომ ჩვენ სულ ვართ. ჩვენ არ შეიძლება მოვკვდეთ, რადგან ღმერთი არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მე მწამს ღმერთი, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მე ვარ მარადიული არსება, იმიტომ რომ ღმერთი მარადიულია და მე მის ხსოვნაში ვარ და შესაბამისად ვარ მარადიული. და ამიტომ თავარი ჩემს ყოფიერებაში არის ჩემი მარადიული სიცოცხლე და ის რაც ჩემს მარადილ სიცოცხლეს ღმერთში განაპირობებს და არა ღმერთის გარეშე, ანუ სასუფეველი სამოთხე, რასაც ქვია და მთელი ჩემი ცხოვრება აქეთკენ უნდა წარმართო. და ამის საპირისპიროდ თვით რელიგიური ადამიანები, აი როგორც ტიმოთეს მიმართ პირველ ეპისტოლეში დღეს აღმოვიკითხეთ, ამის საპირისპიროდ რელიგიური ადამიანები აქცენტს აკეთებენ, აი როგორ ნახეთ პავლე მოციქული როგორ ამბობს, ნუ გადაყვებიან არაკებს თუ გვარტომობის დაუსრულებელ ამბებს, რომლებიც უფრო მეტ დავას იწვევენ, ვიდრე ღვთის შეგონებას რწმენით. აი ეს აქ შეიძლება ითქვათ ნაციონალისტური ელემენტების ზედმეტად შემოტანა სარწმუნოებრივ ცხოვრებაში, გარეგნულ წესჩვეულებებზე, ტრადიციებზე ზედმეტი აქცენტირება. ნაციონალობაც არსებობს და ღირებულებაა ეროვნულ სამშობლოს სიყვარულის და ტრადიციის პატივისცემაც ღირებულება და ყველაფერი, მაგრამ როცა აქცენტი კეთდება ამ ყველაფერზე,
ნახეთ როგორ ამბობს. კი არ მოიცილონო ეს გვარტომობაზე ფიქრი და რაღაც. ნუ გადაყვებიან, ანუ ნუ კეთდება ზედმეტი აქცენტი ამაზე. ამაშია საქმე. იმიტომ რომ ჩვენ რელიგიური ცხოვრების, სულიერი ცხოვრების მიზანი არის არა მიწიერი მოწყობა, მიწიერი კეთილდღეობა, რომელიც ეს ყველაფერი ქვაქვაზე არ დარჩება, უფალი ამბობს, ეს ყველაფერს ეხება. არამედ მცნების, ანუ სულიერი ცხოვრების მიზანი, ხაზგასმით ამბობს პავლე მოციქული, მცნების მიზანი რა არის? სიყვარული წმინდა გულით, წრფელი სინდისით და უპირფერო, ანუ შეუორგულებელი რწმენით, უსაკველი რწმენით. ესე იგი, აი ეს არის მთავარი და ეს ქრისტიანული, ზუსტად ქრისტიანული სათნოებებია და ეს თუ არ არის, ხო, და თუ ამას ყველაფერი ადამიანი ჩამოშორდა, ფუჭი მოლაყბეთ იქცაო, პავლე მოციქული ამბობს და როგორც გითხარით, მე უკვე სწადიათ ჯულის მოძღვრობა, თვითონაც არ ესმით რას ამბობენ და რასაც ამტკიცებენ, იმაზე წარმოდგენა არ აქვს. ასე რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ქრისტეს მოწაფეობაც და გავამართლოთ და ვიყოთ ნათელი და ამასოფლისა და მარილიც, რაც ჩვენი ვალდებულებაა, მაშინ ჩვენ უნდა აზრებული გქონდეს, რას ნიშნავს ვიყოთ მორწმუნენი, ჭეშმარიტად გვწამდეს მარადიული სიცოცხლის, რომელიც ღმერთია და მთელი ჩვენი ყოფიერების, არა მარტო რელიგიური, არამედ საერთოდ მთლიანად ჩვენი ადამიანური ყოფიერება კონცენტრირებული უნდა იყოს იესო ქრისტეზე, რომელიც არის ღმერთი ჩვენთან და ღმერთი ჩვენში, ანუ მარადიული სიცოცხლე მოსული ჩვენში და ჩვენთან. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ და რაც შეეხება ამ მიწიერ ცხოვრებას, უფალი არ გვიგზალავს, მიწიერ ცხოვრებას არ გვიგზალავს კი არა, მოგვიყვანა აქ და გარკვეული მისიითაც დაგვტვირთვა, მაგრამ აქცენტები როგორ დავსვათ, უფალმა კარგად გითხრა, ჯერ ვეძებოთ სასუფეველი და მამამიცის, ზეციურ მამამამ ჩვენ რა გვჭირდება. შეგვეციოს უფალი ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდის ეყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.